თებერვლის 26-ი ისააკ ჰერცოგი ეწვია ადის-აბებას, ეთიოპიაში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით. ამ ვიზიტის მიზანი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და აგრარული ინოვაციები. 3 თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში, ისრაელის პრეზიდენტი გაემგზავრა ზამბიისკენ. ეს ვიზიტები შესაძლებელი გახდა სულ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უწყობდა ხელს. თავად მან აფრიკის კონტინენტს 5 ჯერ ესტუმრა, რაც მეტია ვიდრე რომელიმე სხვა ისრაელი პრემიერ-მინისტრი. მაგრამ რეალურად იერუსალიმი ახალ დამოუკიდებელ აფრიკულ სახელმწიფოებთან პარტნიორობის ძიებას თითქმის თავისი დაარსების დროიდან ცდილობს. მიზანი ორმაგია: გააძლიეროს თავისი დიპლომატიური ყოფნა საერთაშორისო ასპარეზზე და გაუზიაროს თავისი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება და წყლის მართვა მშრალ ზონებში. ისრაელმა ამგვარად დაარსა მრავალი თანამშრომლობის პროგრამა და მონაწილეობა მიიღო განვითარების პროექტებში რამდენიმე ქვეყანაში. ათასობით აფრიკელი პროფესიონალი ასევე გადამზადდა ისრაელის ტექნოლოგიების გამოყენებაში. თუმცა ისრაელსა და აფრიკას შორის ურთიერთობებმა 1970-იან წლებში უკუსვა განიცადა. 1973 წლის იომ-კიპურის ომის შემდეგ ბევრმა აფრიკულმა სახელმწიფომ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ზოგიერთი არაბული ქვეყნის ზეწოლის გამო აფრიკის ქვეყნებმა თანდათან ხარე დაიჭირეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. ბევრმა მათგანმა პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდად კი აღიარა. მას შემდეგ ბევრმა აფრიკულმა ქვეყანამ საბოლოოდ არჩია შეენარჩუნებინა ძლიერი პრო-პალესტინური პოზიცია. ამავდროულად კი განევითარებინა ორმხრივი ურთიერთობები ისრაელთან. გაიხსნა რამდენიმე ახალი ისრაელის საელჩო და ეკონომიკური ოფისი. ჰამასის თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მნიშვნელოვანი გამოცდა იყო ისრაელის სტატუსისთვის აფრიკაში. იგივე ეხება ირანის წინააღმდეგ ომს. ზოგიერთი აშკარად პრო-პალესტინური ქვეყნის, როგორიცაა სამხრეთ აფრიკა და ალჟირი, გამოკლებით კონფლიქტზე კომენტარები ზომიერია, ხშირად კრიტიკულია თეირანის საპასუხო თავდასხმების მიმართ, ან საერთოდ არ არსებობს. ვაშინგტონთან დაახლოებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა კენია და მაროკო, ომის მიმართ ფრთხილი მხარდაჭერა გამოხატეს. აფრიკის შქის ქვეყნებს, როგორიცაა ჯიბუტი, ეთიოპია და სომალილენდი, რომელსაც ისრაელმა გასული წლის დეკემბერში აღიარა, ირანს სიფრთხილით ეკიდებიან და ამ კონფლიქტში ჩათრევის ეშინიათ. მათი განცხადებები ირანს ეხება და არა ისრაელს. შეერთებული შტატები და ისრაელი ასევე განიხილავენ სამხრივ თანამშრომლობას აფრიკის ქვეყნებთან, რათა საბოლოოდ მეტი ქვეყანა ჩართონ აბრაამის შეთანხმებებში. დიდხანს ჩუმად იყო, მაგრამ ისრაელსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხი გახდა. ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პარტნიორობის ფონზე აფრიკის კონტინენტი ახლა დიპლომატიური გავლენის მთავარ არენად ყალიბდება.